გვალბაღში, ბარნაოზე. პროტესტის ჩვენი პროტესტი უნდა გამოვხატოთ ახალგაზრდა ძალადობის წინააღმდეგ და შემდეგ გადავდივართ მოდულის შენობასთან, საბურთალოზე ვაჟგისძეთან მოთხოვნით, რომ გაანთავისუფლეთ ირაკლი ბათიაშვილი და თამაზ პანჩურზე, მამა ჩემი და ბიძა ჩემი. მე მგონი ჩემი მთელი ოჯახი სამოწყვეტა. და მე ამათ ვეუბნები ხელების შორს ჩვენი მშობლებისგან. დამიბრუნონ მამა და ბიძა. არ გაბედონ, შეეხნონ ჩემ ოჯახის წევრებს. ვიბრძოლებთ ყველანი ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი გვერდში დამდგებით. მე ჟურნალისტებს დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ეს გვერდში გვიდგახართ, იმიტომ რომ დღეს უკვე საქმე ეხება, რომ ადამიანის სიცოცხლეს ანადგურებენ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ შეიძლება სრული ლიკვიდაცია მოხდეს მამაჩემის. და იმედია, რომ ყველა გვერდში დამდგებით. საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები, ჟურნალისტები და ადამიანები, იმიტომ რომ გვართმევენ სიცოცხლეს. დღეს მე მამას მიკლავენ და ბიძას ხოლმე შეიძლება ნებისმიერს მოვიდეთ ეს საშინელება. ამიტომ დროზე გამოვიდეთ გარეთ, სანამ მართლა არ მომხდარა ასეთი უბედურება. დიდი მადლობა.